საღამოშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგითხრობთ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. კარგად მოგეხსენებათ, თლიანად არა თუ მარტო საქართველოში, მთელს იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც ასე თუ ისე დღესდღეობით კიდევ არის თლიანობაში ესეთ თავის კონტროლის ქვეშ არის და თლიანობაში ხელისუფლება აკონტროლებს ქვეყნებს. კვლავ მიმდინარეობს ბრძოლები და კვლავ ებრძვიან იმ ქვეყნის ხელმძღვანელებს, რომელი ქვეყნის ხელმძღვანელების ატარებენ კონსერვატიულ პოლიტიკას ქვეყნებში. ამ რამოდენიმე დღის უკან გუშინ წინ უბრალოდ ჩატარდა ბელორუსიაში არჩევნები და ლუკაშენკომ მეშვიდეთ უკვე გაიმარჯვა და დამსახურებულა. ხო, და გაიმარჯვა და პრეზიდენტის სავარძელიც კვლავ მან შეინარჩუნა. ეხლა იმას ვერ ვიტყვით, რომ გააყალბეს ბელორუსიაში არჩევნები, იმიტომ რომ მაგის შესახებ ჯერ სიტყვა არავის არ ამოუღია. ფაქტიურად ესე იგი რაღაც არის ამ კაცში და რაღაცას აკეთებს ეს კაცი იმ ქვეყნისთვის, რომელი ქვეყნის მოსახლეობაც კვლავ ის 85%-ით აირჩიეს. ამავდროულად ჩვენ ესე იგი შევეხებით სხვა იმ დანარჩენ ქვეყნებს, აი მაგალითად სლოვაკეთი, სერბეთი, სადაც კვლავ გააქტიურდა და ამ მაიდნის პროექტება გადაინაცვლა უკვე ამ ქვეყნებში საქართველოსთან. დღეს ამ საკითხებზე ვიქნება ჩვენ საუბარი და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც თავის დღედამოსრება ბრძოლებშია ჩაბმული ბატონი რამაზ ღვალაძე. ბატონო რამაზ, მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანეთ ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით მაყურებელს. მოდი ბატონო რამაზ დავიწყოთ ახლა აი მართლაც ძალიან ესე იგი რომ მეთქვი ახლა შეიძლება ვიღაცებს კითხვის ნიშნები გაუჩნდეს, მაგრამ მე მაგალითად არ გამიშთება კითხვის ნიშანი ბელორუსის არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე პირადად ვარ იქ ნაყოფი და ვიცი და არაერთხელ ვარ ნაყოფი როგორი ცხოვრებაა და რა ცხოვრებს ეს კაცი თვითონ ბელორუსის მოსახლეობას. და თქვენ როგორ შეაფასებთ მის ასეთი კიდევ აი დამაჯერებლად გამარჯვებას? ესე ვიტყოდი ტრისტან ბატონო რომ ბელორუსია არის ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს ევროპულად, ასე ვთქვათ, მაგრამ სოციალური საკითხი არის კიდე ისეთი შემორჩენილი, როგორც საბჭოთა კავშირში იყო. ანუ ისეთი სინთეზი გააკეთა ამ კაცმა, ძალიან მაგარი სინთეზი გააკეთა, ეს სამაგალითო, რომ ქვეყანა დააყენა ფეხზე და ფაქტობრივად თუ ვინმეს მუშაობა უნდა, ღარიბი არ არის. და დონე კიდე არის ევროპული რა. ქუჩებიც ისე ევროპულზე გაცილებით უკეთესად არის მოვლილი და პატრონალი ქუჩებიც და ქარხნებიც და ფერმებიც და ყველაფერი რა. ანუ ადამიანი ზრუნავს თავის მოსახლეობაზე. ეს პირდაპირ ჩანს და ამიტომაც არის რომ სულ იგებს. გამორიცხულია ვინმე მოუგოს ახლა მით უმეტეს აი ბელარუსიას სულ უჩხიკინებენ აი ეს ასე ვთქვათ პროდასავლური ვიღაცა ეს ქალი რო არის ტიხანოვსკაია, სვეტლანა ტიხანოვსკაია. აი ხა ცოტა მოჩერჩეტო ქალი კი არა, აი რა ვიცი ხა ჩვენი აგენტი არის, ჩვენი ოპოზიციონერები რო არიან, აი დაახლოებით კი არა, აი ერთ-ერთში შეგიძლია დააყენო ლაკა ხოშტარიასთან და ინგენთან. სამადაშვილთან და რა ქვია. მაგრამ ეგ გამორიცხულია ის კაცი აკონტროლებს განამარტო იმას, რომ მოსახლეობის სოციალურ დონეს და მოსახლეობის კეთილდღეობას აკონტროლებს სპეცსამსახურებსაც და საკმაოდ ნიჭიერად აკონტროლებს და ვერც გააჭაჭანებს აი ეგეთ რაღაცებს არც დაუშვებს. ვისაც ყავს, რომელ ქვეყანასაც ყავს ძლიერი ხელისუფალი, ის იმ ქვეყნის მოსახლეობაც შვიდად ცხოვრობს, დაწყრაგერ აზერბაიჯანმა დაიბრუნა კიდევაც ტერიტორია. ნუ იცით როგორ არის ხა ჩვენ უნდა გადავხედოთ, ჩვენ არ გვჭირდება რა ეს ზედმეტი რაღაცა ეს ფილოსოფიები, რომ აიცი ის თავისუფლება და იქ რაღაცა და ჰაი და ხუი ჩვენ გვჭირდება მოსახლეობა რომ იყოს ასე ვთქვათ მოწესრიგებული, მშიერი რო არ ყავდეს საკუთარი მოსახლეობა, არ იყოს სოციალურად ისეთი არეულობა, რომ ვიღაცა გამგებელი სიტყვაზე ან ვიღაცა ბაი იყოს და დანარჩენი ამისი მონები და ნუ უნდა იყოს
ჩვენი გვაქვს ასე სულ გქონდა ყოველთვის გქონდა მეფე ყავდა რომელიც პატრონობდა ქვეყანას და არავის არც აჩაგრინებდა რა როცა ძლიერი მეფე იყო დიახ ხალხიც იყო კარგად. იცით რა არის ბატონო რამაზ, ეხლა ნახეთ თვითონ ბელორუსიაში ახლა მე პირადად მიწევს ხოლმე ხშირად ჩასვლა, იმიტომ რომ ჩემი სამსახურიდან გამომდინარე და აი ამ ჟურნალისტიკური რაღაც გარკვეული მუშაობიდან გამომდინარე მე თუმეტეს როდესაც მისკის ფორმატი იყო და მისკის ფორმატი მუშაობდა, მაშინ სისტემატურად ჩავდიოდი ამ უკრაინის სნაიპერებთან დაკავშირებით და უშუალოდ ღებულობდი მონაწილეობას და შესაბამისად შენ როცა თავისუფალი ძრო მქონდა, მაინტერესებდა მართლაც რა გააკეთა ასეთი ამ კაცმა, რომ ამ ხალხს ასე ეს ხალხი ასე აფასებს ამ ადამიანს. მე მეგონა მარტო მინსკი რაღაც ესეთი მოწესრიგება. არა, პირიქით. სოფლებში გავიარე, კაცო. სოფლებში გავიარე. როგორ ეს? მეურნეობები არის შენარჩუნებული. როგორ არაჩვეულებრივად არის ყველაფერი გესმით? შენარჩუნებული რომ არის უმაღლეს დონეზე. ახალ სტანდარტებზე გადაყვანილი გესმით საშია საქმე და სად ნახავ იქ შენ რაიმე ზედმეტი რაღაცა ისეთი მოუწესრიგებელი რომ იყოს, იქ აღარ არის უკვე. ვიწყე პირდაპირ კოლმოვნობის თავმჯდომარიდან და გამგებიდან დაიწყება ყველაფერი და ისინი იმ დონეზე წესრიგდება უკვე ყველაფერი, კაიგე რა შეიძლება საქმე. ადგილებზე. ხო, ადგილებზე წესრიგდება ყველაფერი. ხო, ეხლა მე აეროპორტიდან გადმოდიხარ უკვე, ხო, რაღაცა გონია შენ თავი, ევროპაც არ არის. ევროპა რა არის? ევროპაში დავდივარ მე. ევროპაზე 10 თავი მაღლა დგას კიდევ. გასუფთავებული. ნახე ახლა რა ასავაგები კონტროლი არის ძალიან გამკაცრებული, როდესაც შედის ნების უცხო ქვეყნის მოქალაქე, კაიგე კონტროლი არის. ის შენ არ გედავება და არ გიშლის, რომ აი დავუშვათ ტურისტული იმით შედიხარ, რაღაც საქმიანი იმით შედიხარ წინადადებით და ასე შემდეგ. ის აკონტროლებს, ვინმე დივერსანტი არ შემოვიდეს ქვეყანაში. გესმით აჯენ? აქაური ძალიშვილები მაგრამ მოკერიები ხო ამზადებდნენ? კი ბატონო, ბელარუსიის. ფული პრობლემა არ არისო, ჩანაცვლება. გივით არ გამაძედა ესენი რომ ბელარუსიის. კაც გასწავლით როგორ უნდა ჩამოვაგდო. და მე თუ ვერ მოვერიეთო. პოკერი მის გივით არ გამაძედა სიტყვებია. თუ გაგვიჭირდებაო ასე ეგიც ყავდათ, კაიგე, რომელიღაცა ოპოზიციური ლიდერი ლიკვიდაცია უნდა გაეკეთებინათ, რომ ლუკაშენკოს დაბრალებოდა. ნუ როგორც აქ აკეთებენ რა, როგორც ახლა სალომეს ლიკვიდაცია უნდა აპრობირებული ასე ვთქვათ, უკვე გაწერილი გენერალი. ეთქობა ახლა რა არის? მე აი თქვენ ახსენეთ ახლა ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ნუ ახლა შეერი ხალხი, კაიგე. ჩვენთან რა მოხდა იცი? ჩვენთან მოხდა უბედურება და ის დიდი შეგნებულად გადადგმული დაანშაულებრივი ნაბიჯები, რაც ესე იგი თავის დროზე 92-13 წლებში, 14 წლებში, რო დაიწყო ნგრევა ფაბრიკა ხარხნების, დღემდე მიყვებიან და ანგრევენ. აი, ამან გამოიწვია. დაიწყო. უყურე, დაქოქილი ქარხანა, ჩარხი დაქოქილი, ვიღაცა ვიგინდა რამ ჩაიგდო ხელში. დიახ. რომელმაც ადგა და აგურ დაშალა. კი ბატონო. ის კი არა რომ აი ბაზარი მონახარო რაღაცა პროდუქციას რო უშვა. აი როგორც ლუკაშენკომ გააკეთა, ეძება ბაზრები. მაგას ჭირდებოდა კიდე გამომეორდები პირველი კაცის ხელისუფალის. რა თქმა უნდა, აბარა. თავის დროზე. კონტროლი, რა თქმა უნდა, მაგრამ შევარნაძემ პირიქით დაანგრევინა ეს ყველაფერი და ნუ ერთლარად რომ მიცადა ის 30 მილიონიანი კრედიტი დღეს რო კოკა-კოლა და ეს ჭყონია რომ დადეს გაზიზინებული მე ვერ ვიგებ. იცით ჩვენ ყველაფერზე აქ გავუვიდათ რა და ყველაფერზე ნუ ვითომ მე არ მეხება და თქვენ არ გეხება ხალხი ისე იქცეო თითქოს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი უნიკალური ლიმონადი და ჩვენი გადასახდელები ჩვენ გადავიხადეთ ის კრედიტი ეხა მე რო ვიღაცა მომცეს ქარხანა ლიმონადის ქარხანა და ლიცენზია და 30 მილიონიდან რაღაცა წილი რომ დავქოქო ეს ქარხანა. და მე ვიქნები წარმატებული ბიზნესმენი? მასე ხო ჯოხი რო დააყენო ისიც წარმატებული იქნება. მით უმეტეს ეხლა რაც ლიმონადის და ისა ლაღიძის წყლები ჩვენი განთქმული იყო საქართველოში. იყიდა ამან და გააჩერა. ხალი, ვაშლი, ტარხუნა, ის ლაღიძის წყლები ამან ადგა და კი არ გააჩერა, მოსპო დაანგრია მთლიანად და შემოვიდა შხამი, ამერიკული შხამი კოკა-კოლა, რომელიც დღემდე წამლავს ხალხს. უნიტაზებს და ვანებს რეცხავენ იმით, კაიგე და ადამიანის ორგანიზმს ასუშვება, აი ეს გააკეთა ვეი, გააკეთა ამ ისევ იქ მიდივართ. ნახე, სად მიდივართ? ქვეყანა რო ყოფილიყო ეკონომიურად დანგრეული და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოფილიყო უკვე უკან წასული, ხო? ეს იმოქმედა ამერიკის შეერთებულ შტატებმა არაჩვეულებრივად. რა თქმა უნდა, მაგაზე ლაპარაკიც არ არის. დღეს აგერ ალიევის ინტერვიუ იყო და ძალიან კარგად მიმოიხილა, ასე ვთქვათ რა.
სიტუაცია ძალიან კარგად თქვა, რომ იქ ათასობით რაღაც არასამთავრობოები არიან და ვინც მოუარა მაგ პრობლემასო, ყველა გაიხარა, გამოიხედა, ასე ვთქვათ და აქ დღეს აი რომ საღამოზე აი ეს არარუსულ კანონს და ვიღაცები რომ დადენ სულ ერთი და იგივე სახეებზე, ხო, ხეთასიანები. ეგენი უნდა დაიჭირო და კითხო, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩარიცხვები რო გაქვს რა. აი იმის საფასურად ჯამაგირს რო იღებ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ამერიკიდან, ხო? ჯამაგირია, USAID-ია თუ რაღაცა სხვა სოროსის რა მნიშვნელობა აქვს? ვიღაცა გიხდის ფულს. აი ამის საფასურად რას აკეთებ შენ? აი რაღაცაზე აგენტო, შპიონობ, ხო? შპიონობ რა, შპიონობა ქვია მაგას ახლა გამართული თქვით რა თუნდა მაგას ეს რაღაცა დარბიან შპიონი ბავშვებივით იქ და გიტაკეთ. შპიონობენ. თავის საქმე გააკეთონ საქართველოში. კი ბატონო, რასაც დაავალებენ, ეგრევე ასრულებს რა. ყველაფერზე ხელის მომწერია, ხო? იმიტომ არის, აი გადახედეთ ახლა უყურე ამდენი წლებია იმათ ფულებზე ზიან, ამდენი წლებია ახლა ვიღაცა თავისი შვილებიც იქ დასვეს, ცეხები აქვთ რა, პატარა მოწყობილი, რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია, რაღაცა რა, სადღაცას არის, მე შემხვდა ეგეთი არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ბევრი რა, ქალაქში მოფენილი, რაღაცა, იცი, ჩემ მეგობართან მივედი ვერაზე და პირველ სართულზე რაღაც ორგანიზაცია ჩაკეტილი გადარაზე. როგორ არის? ხო და ვერ მივხვდი ესენი ვინ არიან მეთქი და რაღაცა ის არის არასამთავრობო და რას აკეთებენ არ ვიცი. კაცმა არის ეს შიგნით რას აკეთებენ და მაგრამ ჩვენთვის რო კარგს არ აკეთებენ ეგ ფაქტია. აი რას აკეთებენ? აი ამდენი გარკვეული ადამიანი ლაბორატორიის არ იყოს ეს ლუგარის ლაბორატორია თუ რაღაცა რო ჩაგვიდეს აქა და რო გწამლავენ და ექსპერიმენტებს რო გვიტარებენ რა. რაში იღებენ? აი მე კიდე განმეორდები ადრე ვთქვი ამ გადაცემ თქვენთან გადაცემაში პაატა იმნაძე არის ესეთი ამ ლუგარის ლაბორატორიაში ამ კოვიდის ამბავზე რო იყო ხო რო გამოვარდა ეგა და გამყრელი ხო ჩემი მოხსნა უნდა და ვიღაცამო და რაღაცა ჩხუბობდა რა და უსმენ ხა მეთქი რა მოხსნა ჯერ ვინ არის არც ვიცოდი მაშინ რა და ჩემი მოხსნა უნდა და მასო სააკაშვილის დროსაც უნდა და ჩემი მოხსნა უნდა. მე ვერავინ ვერ დამძრავსო, იმიტომ რომ პენტაგონიდანო 3-ო თუ 4 ვარსკვლავიანი გენერალმა დარეკაო აქო და მე ხელს ვერავინ მემახსოვრებს. ჭუსმე მეთქი ხო არ მომეზე რა შვეშე პენტაგონი ეს ექიმიკაცია თუ ვერ რა პენტაგონი რა თვითონ დაიწვა თავისთავად ასე ვთქვათ რომ თურმე პირდაპირ ექვემდებარება ეს ლუგარის ლაბორატორია სამხედრო რაღაცა გასაიდუმლოებულ რაღაცა იმას. ესენიც მუშაობენ ამერიკის პენტაგონზე. იცი ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ვინ საიდან იღებს ამ ქვეყანაში ფულს, საიდან იღებს. და აი როგორც მე ყველა არ ვახსენე ხლა იმის ალიევის ინტერვიუ, ზუსტად უნდა დარეგისტრირდეს ყველა. ყველა უნდა დარეგისტრირდეს. და ძალიან მომეწონა მაგი არც ვიცოდი რა. მედიას რაც შეეხება. ხო. ყველა პლატფორმაზე არის აქ ლაპარაკი. მედიას რაც შეეხება 1%-იც არ უნდა იყოს უცხოური. რა თქმა უნდა. ხო და თუ რამე უნდა თუ ჩვენ ხო არ ვაფინანსებთ თუ ამერიკაში ვიღაცას რა და თუ რამე უნდა აგერ ჩვენ აგერ ხო ყავსო და აქაური უფრო უკეთესად იციან. იცით რა არის ახლა თქვენ შეეხეთ ამ სურათ ამ მართლაც ამ თავგზავნეულებს უძახი. თავგზავნეულები იმიტომ არიან რომ ისინი მოხდნენ არასწორ ესე იგი რომ ეთქვი ადგილას არასწორი ადგილი ის არის რომ სადაც ისინი უკვე მოხდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ზეგავლენის ქვეშ. ანუ მათ ისინი ზიზურებით იქ არავის არ მეუყვანია. ისინი მივიდნენ ყველანი ნებაყოფილობით, ესმის დაშია საქმე. იმიტომ რომ მათ ასე კი თავის თავს აყენებენ ხოლმე ესე რომ აი მიყიდეთ. იმიტომ ხო, თავის თავს ყიდიან და ეხლა თქვენ წარმოგიდგენთ ჩვენ რას გვიზამენ და ქვეყანასაც უწამენ. ადამიანები რომლებიც ყიდიან თავიანთ თავებს და თავიანთ მოსაზრებებს და თავიანთ ოჯახებს და თავიანთ სინძის და ნამუს ხო და ყიდიან ეშმაკზე. ხო ისინი ჩვენ დაგზოგავენ და ჩვენთან მიმართებაში როგორ ფიქრობთ? ახლა ისინი იქნებიან ჰუმანურები, პირიქით ისინი გაგვანადგურებენ. ჩვენზე არ მუშაობენ, პირიქით მუშაობენ ჩვენს ცუდზე, რომ ჩვენ აქ რაღაცა უგედურება მოაწიო. ნუ ახლა
ჩვენ ამოვიღოთ და ვკითხოთ, ჩვენ რატო არ ინტერესდებით? ჩვენ რო დავინახავთ უკვე რომ რაღაცა დაშავდათ სერიოზული. მე ვკითხულობ, ეს ვინ არის კაცო, საიდან მოვიდა? რა უნდა? თურმე მე ამოუგდებენ და 25 წელიწადია კაცი სულ რაღაცა იმას ანგრევს ამ ქვეყანას. ანგრევს, რაღაცას თხრის, რაღაცას აფუჭებს. შეგაიგას უსაფრთხოების სამსახური არა ყავს რომ ეს რომ რაღაცას გვითხრის აქ მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია რომელიც აქ მუშაობს და ფინანსდება უცხო ქვეყნიდან ყველა ანგრევს ამ ქვეყანას ვერასოდეს ვერ გახდება ეს ქვეყანა ვერ ამოისუნთქავს და ვერაფერს ვერ გააკეთებს სანამ აი ამ თემას არ მოუღებს რა ეს თემა არის პირველ რიგში მოსავლელი კი ბატონო თუ გინდა რომ მე განვითარდე თუ როგორ უნდა განვითარდე ამდენი შპიონები ყავს ყველგან მედიაში სამსახურებში ოფიციალურად მუშაობენ სახელმწიფო სამსახურებში სახელმწიფო სამსახურებში გრანტს იღებს რა საიდანღაც მე ვერ ვიგებ ხა გინდა თავდაცვის სამინისტროს სიტყვაზე რა სამე სიტყვაზე კი არა თავდაცვის სამინისტრო იყო პირველი რომელმაც ესე იგი გააკეთა განცხადება სწორედ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და 65 თუ 55 თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ოფიციალურად გვარებით სახელი გამოქვეყნდა ფარს უჭერთო მიმდინარე იმას რომ აქციებსო გაიგე თავდაცვის სამინისტრო წარმოიდგინეთ თქვენ ღიად გააკეთა არც ეს უტყებას არ გაუგეთებია ღიად აა სიცხვილი რა წარმოიდგინეთ თქვენ და როგორ ისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები და რა ვიცი აი ამას ახლა მე რომ მაყურებინებ რა მე რომ მოусმენ მაგას ახლა უკვე დაუცულად კი არ აღვგზნობ თავს პირიქით ესე იგი მე ჯარი მყავს რომლის უმაღლესი რანგის ოფიცრობა მუშაობს ვიღაცაზე რა ჩვენთან არ მუშაობს რა ჩვენზე არ მუშაობს ესე იგი ბოლო წლებია სააკაშვილის დროიდან მოყოლებული ძველი ნაომარი ოფიცრები ყველა მოიშორეს იმ იცი რა მოტივით რომ ესენი რუსეთში აქვს დამთავრებული ამგვარად და ესენი რუსული ის არისო და მოიშორეს ნაომარი ოფიცრობა და მოიყვანეს ვიღაცა ხო იცი გოგლი მოგლით ესე სუქანი თითები კალანდაძის ხო დააყენეს ამხელა თანამდებობებზე გენერლები დაჩქარებული წესით მიცეს უყლა წოდებები დაჩქარებული წესით როცა არაფერი არ გაუკეთებიათ ხო და 100 მეტრას ვერ გაიგებს შეიძლება ვერ დაშალოს მოდებაში არ არიან სამხედრო საქმეში მოდებაში ხო და იცი იქამდე მიიყვანეს თავდაცვის სამინისტრო რომ სახელმწიფოსაც არა აქვს ეგ პოლიტიკა რომ სიტყვაზე ახალგაზრდა კაცი მოტივირებული იყოს რომ თავის ქვეყანა დაიცვას და ჯარში წავიდეს იმსახუროს ფულს რამდენს გადამიხდი რა და გააკეთეს ისეთი ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტრო რომ ძალიან ცოტა ეხა ძველი კადრებიც არის ხო ახლა არიან იქ ოფიცრები ძალიან ცოტა არის ოფიცრები არიან კი ხელმძღვანელები ფულის გულისთვის კი არა თავის ქვეყანა იდეის გულისთვის არის იდეის გულისთვის დანარჩენი არის ასე ვთქვათ დაქირავებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დერეფნებში გამომცხვარი გენერლები არიან ამას უძახი მე ამას. ანუ იქ თუ არ გაიარეს იქ დერეფნები თუ არ გაიარეს იმ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში და არ გასაუბრება არ ჩაუტარეს, არა, ისე არ გამორიცხული არის. მე სულ ვაკვირდები. ვერ დაწინაურდება და ვერ სწორებას ვერ მიიღებს. თავდაცვის მინისტრო ნიშნავენ, ყოველთვის მიყავდა, აი ბოლო წლებია. ბოლო ბევრი წლებია კაცო ამერიკის ელჩი პირდაპირ ელჩი ბიჭო იმათი კადრი იყო და ხო და მიიყავს ესე იგი ეს რა ჩვენი თავდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს მიიყავს და აცნობს კოლექტივს წარუდგინა თავიანთი კადრი ხო ეს ჩვენიანია რა ესე იმათია ანუ ეს ჩვენი თავდაცვის სამინისტროცა ჯერ ისე რაღაცა დაანგრიეს ყველა სად არის ჩვენი არ არის კაცო ჩვენი კი არის ამერიკელები კეზერაშვილს რო დანიშნავდნენ ახლა იმას თავდაცვის მინისტრი მეტი რა უნდა გაღლიბა თავდაცვის სამინისტრო გაღლიბა გაზარდა დაანგრია ყოფაუტირა ყველაფერს გაიგე ესე იგი მიზანმიმართულად დაანგრია ყველაფერი ყველა უწყება ამიტომ არის დღეს პრობლემები ვარ ჩვენ ქვეყანაში და ამიტომ არის ნუ ხა გასაგებია ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო მაგრამ მაინც კარგი არის თუ რაღაცა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს ახლა ამგენმა ამ ალეომა კითხვა კი დაიწყეს გადადგა მაგრამ
მატარებელმა გაასრულა. ხო, მატარებელმა მართლა გაგვასწრო, მაგრამ თუ დავეწევით, კარგი იქნება ემატარებელს. თუ დავეწევით, ემატარებელს. ნახეთ ახლა, ჩვენთან ხო ფაქტიურად ახლა სიმართლე თქვა, უკვე გადაიარა, იმ პიკმა გადაიარა, სადაც რომელიც საფუძველზეც მათ გააკეთებინათ სახელმწიფო გადაიარა. გადაიარა ამ პიკმა. რაღაც ახლა 500 კაცი გამოდის ჭინგები მივლენ, ინჭყავლებენ, ნუ დაფინანსებულები არიან, ესე რომლებიც ხელფასებულებენ, როგორ თქვენთვის. ჯამაგის. ხო, ჯამაგის მიდიან იქ საღამოს სამსახურში 7 საათი და ღამეს 11 საათზე მოდიან სახლში ისევ. ესა და ხელფასებულებენ, ამას სამსახურია ეს ამათი, ხო? და არა რამაი თითქოს არა. ხო, რაღაცა კიდო იქ ზოგი წამალს გაიკეთებს, ზოგი კიდო ზოგი რა ვიცი, ქვემოთი იმაში მიწისქვეშა გადასასვლელში სექსაობს და რა ვიცი, ეს არის ახლა რეალურად ასე არის, გაიგე და რა, ყველაფერი უბედურება იქ ხდება, ხო? ეხლა დაიწყო სლოვაკეთში იგივე პროცესები და დაიწყო სერბეთში. და სლოვაკეთის ისა გამოვიდა პირველი პირი და თქვა, რომ ჯგუფები ჩამოსულია საქართველოსდან, გაიგე? ანუ ესენი რას აკეთებენ, იცი? ატრენინგები. ესენი აკეთებენ რომელ ქვეყნებშიც, ესე იგი აიწყებენ ასეთ ფერად რევოლუციებს, ხო? მარტო იმ ქვეყნის რესურსს კი არ იყენებენ. ხო, სხვა ქვეყნები როგორც ჩვენთან გააკეთეს მობილიზაცია, ხო? ხო გააკეთეს უკრაინაში როგორც გააკეთეს მობილიზაცია, ჩვენთან აგერ სავსე იყო უკრაინელები და ყველაზე დიდი ნაწილი ყოფილა თურმე ახლა უკრაინელები სლოვაკეთში, გაიგე, რომლებიც ამ იმაში ღებულობენ მონაწილეობას ფერად რევოლუციაში და მე მგონი როგორ ფიქრობთ, ახლა თქვენ სლოვაკეთის ხელმძღვანელობა ალბათ მიიღებს უფრო მკაცრ გადაწყვეტილებებს. უკვე ძალიან ასე ვთქვათ, დაიხატა ეს პროცესი რა, ეს რევოლუციების პროცესი. უკვე სახელებით და გვარებითაც, სქემა გაიშიფრა. სქემა და სახელებით და გვარებითაც კი იცნობენ უკვე რა. ვინც არიან ამათი ისინი. ხო და აღარა მგონია რომ რაღაცა აი ნუ თუ გაყიდული არ არის თვითონ ხელისუფალი, ეს არ არის უკვე პრობლემა, რომ ვერ მოუვარო. ხო, მაგრამ ფაქტი არის, რომ ნახეთ ახლა რა ხდება აჭანჭყარებენ ახლა. ხო, არის, ფაქტია, მაგრამ ესენს რო არ ჩერდებიან, ესე იგი ამათ უზარმაზარი ფულები აქვს, ამ სოროსის ფონდს და იმას, გაიგე? ხო, და ესენს არ ჩერდებიან და ესენს ხო დაინახეს, რომ საქართველოს წააგეს. წააგეს. მოდი სიმართლე ვთქვა, წააგეს საქართველოს მათმა. ხომ წააგეს? დასაწყისშივე წაგებული იყო ეს თემა, იმიტომ რომ იმდენად ბინძური ტიპები ხო გამოჩნდნენ რომ იმათ გვერდზე არ დადგებოდა რა, ეხლა წესიერი კაცი რატო უნდა დადგეს, ხო? რა თქმა უნდა. და ნუ ვიღაცები ხა ვიღაც უცებრის თავისი მონამორჩილები გამოაგდეს ეხლა ვითომ ის სვეტილა ქათამი თბილისი პარალიზებული უნდა გავხადო. დოის მოსაწყობი რაჭის ამ ქვეყანაში. ესენი თვითონ გაპიარებული და თვითონ შექმნილი არაფრისგან ტიპები არიან რა, ხო? ვინ არის? დოი ვინ შექმნა? ყველა ანგენის დოის ბიზნესმენი მაუშინა თეატრი. ის რა ქვია გრიშასხვის არ იყოს ონიანის პარიკი დაახურავ თავზე წერია მოუყოდა და აღარ ვიდა ეს თქვა გაიგე ხო და სწორი თქვა გრიშასხვის სწორი ზუსტი ანალიზი გამოუტანა იმას ამ დოიაშვილს გაიგე ზუსტი ანალიზი ამ ქათამს ამას გაიგე ხო და ისევე ახლა ამათ შემოუბრუნდა ხო ხედავ გაიგე ამ ვინა ხო და ასეთები რამდენი არის კიდო რამდენი ყავთ ასეთი რამდენი ყავთ ასეთი უამრავი შეიძლება ითქვას სამი კაციდან ორი ეგეთი ყავთ. თან ყველაზე მსუყეთ ვისაც აფინანსებდნენ აი ეგენი რა. ეგარ ის იმედში არ ყავდათ ის დუტა. აი დიდი სამეთრო გამოდის ახლა დღეს და აქ დგას რა იმასთან თვითონ თავისუფლების მებრძოლ ადამიანია და რა იციან ამათ თავისუფლების ბრძოლა რა არის. ჩვენ რო თავისუფლების ბრძოლია და ჩვენ რო თავისუფლების თავი გადაგვიდვია ხო? თავისუფლება იცი რა გონია? აი ის რო ეთქვის იქ ამერიკიდან ვიღაცა ხო? იმას უთქმელად რომ შეასრულებს, ეგ არის თავისუფლება. ო, ეგ არის თავისუფლება კი არ არის. ეს არის ერთი ადგილის ისა. ხო, მაგრამ მაგას გიმტკიცებს რომ თავისუფლება ეგ არის. იქ რო ბრძანებას რომ მიიღებს. ამა თავისუფლება წარმოუდგენთ ეს თავისუფლება. ჩვენ რო ვიცით თავისუფლება რა არის და მისი გემო რა არის და მისი ფასი რა არის, ხო? ესენი ცხოვრებაში ვერ გაიგებენ ამას ვერასდროს. ვერასდროს ვერ გაიგებენ. იმიტომ ჩვენ ნაბრძოლზე ჩაანაცვლეს ღირებულებები, რაღაცა ყალბი რაღაცები, ყალბი გენერლები, ყალბი ჯარისკაცები, ყალბი მეომრები, ყალბი რეჟისორები, ყალბი არტისტები, რავი, სულ ყველაფერი ყალბია რა. და ეს ყალბებისგან შექმნეს ელიტა. რა, ყალბი ელიტა. ყალბი ელიტა. მაგრამ ეს თან რომ მიხვდნენ რომ ეს ელიტაშიც ნუ ეხა ჩემთვის ცოტა ესეთი თემა ეხა ელიტა ვერ არის.
იქ ქართველებს ჩვენ საკმაოდ ვინ არის ღმერთმა დაიფაროს რომ ეგენი ისინი ელიტის რანგში გავიდნენ ღმერთმა დაიფაროს განათლებაც გვაქვს და ინტელექტიც რომ ავწონოთ ვინ არის ელიტა წერა კითხვა არ იციან ისტორია არ იციან საქართველოსი წარმოვიდგინეთ არ საინტერესებს ოჯახური წესჩვევები არ იციან გაიგე ამიტომ მოიგონეს როგორი სიტყვა გენდერიო იძახე მე სქესი ვერა თქვენიდეს ამდენი სქესია იმაში ეს ვერა თქვენიდეს ეს არის ელიტა კაცო ელიტა კი არა ეს არის სიმახინჯე ხო ეს ქათმები ესენი აელიტა კაცო რა თავისთავად რას ეძახიან აი მაგალითად აი მაგი რო დაიწყეს უკვე ეს ვინ არის რა ვიღაც ხო კითხულობს ერთხელ გამოაჩინოს მეორეჯერ მესამეჯერ ნუ ჯერ არ ჩამოყალიბებულან არ დაარქვან მაგრამ ცნობადია რა ცნობადი რა ასჯერობა ჩვენო ტელევიზორში კი ცნობადია ვინ არის ცნობადია ჩათლახობაში ხო ვინ მაიმუნობაში არაკაცობაში ამაშია ცნობადი ხო აბა რა ქვეყნის ღალატია ცნობადი თქვენ ვინ ახლა ჩვენ ცნობადი სახეები ცნობადია ხო კუკური რა კუკური მანგო ცნობადი ყოფილა მანგო ხო და კუკური და იმას უზავენ რა დააპროექტებენ რაღაცას და გახდიან რაღაცას ტიპს აი გახდა დოიაშვილი ხო ცნობადი გახდა აი გადაც ცნობადი არ გამოგელიათ მაგნაარი ხალხი თქვენ ცხოვრებაში და მაგნაარი ცხოვრების წესის არ გამოგლებიათ თქვენ იმიტომ რომ მას ვერ გააკეთეს ვერ იცხოვრებთ მაგნაარი წესით მე მადლობელი ვარ ღმერთის და მადლობელი ვარ ჩვენ ესე იგი ისეთი ძლიერი გენეტიკა გვაქვს 35 წელია აი ამაზე მუშაობენ მილიარდები აქვს ჩადებული და ვერ ქნეს ვერ წაგვაქციეს ხო წაგვაქციეს კი პირიქით როგორც მასხარა მაიმუნებს ისე უყურებს მთელი საქართველო ავგეს რა როგორც დაიწყოს იმიტომ არის ესენი რომ აი ეს თანეროზებული სახე რაღაცას გიყვირის რა გაყვირებს კაცო ამიხსენი რა გინდა ეხლა ერთმანეთს დაერბნენ კაცო ერთმანეთს დაერბნენ ნახეთ ახლა აი ხა ეგრეც იქნება აგერ ისა გირჩი რომ არის ეს მეორე გირჩი ხვიჩია და ისინი მეგრელიშვილი და ეს და ეს მელიას აი უბრალოდ ერთმანეთი იყო მიწაზე ერთმანეთი აი ხო ერთი თვითონ ერთი გუნდი იყო ერთი კომანდა იყო ხო კი მაგრამ მე ერთმანეთს როგორ წამოაძახეს ის თავისი იმახინჯეები ხო მაგრამ წამოძახება არ უშველეს უნდა ვამოქსაოთ ხოლმე ხო და ახლა ნახეთ მეგობრებო თვითონ ახლა ერთმანეთში აქვს ძალიან რთული სული მდგომარეობა აქვს არაადეკვატურები გახდნენ ახლა ესენი ერთმანეთში იმიტომ რომ ფაქტიურად მათმა ვერ მიაღწიეს მიზანს და აქედან გამომდინარე ადამიანს რომელსაც მიზანი აქვს ესე როგორ ვიტყვი არაეროვნული და არატრადიციული მათი ფსიქიკა და მათი რომ ვიტყვი ნერვები არ არის მდგრადი ხო და ამიტომ არის რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის რომ ახლა ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ერთმანეთს რა სიტყვებით არ მიმართავენ და ახლა ჩვენ თქოთ ვანახოთ კადრები და ტელემაყურებელებს ნახონ თავიანთი თვალით როგორ ერთმანეთს როგორ მიმართავენ და რა დღეში აგდებენ ერთმანეთს ის მეორე ლიდერი მიშას ლილიფუტი ხავთ ის მეორე მესამე ლიდერი მიშას გამოსულობდა და თქვენ მიშა არ მოგწონთ ვინ დაიწერე ვინ არის მიშას ლილიფუტი გვარამია მისიას არ გახსოვს ყველა ლილიფუტები ვართ რომ გადაიფიქრა დაუბრუნდა თავის ბექს ჩვენ გვაქვს ყველას გვაქვს ჩვენი ჩონჩხები კარადაში აი ბატონო რამაზ რა დღეში არიან და კი ბატონო ხო როგორ ესე იგი ერთმანეთს ისიც მახსოვს ეს ელისაშვილმა და ხაზარაძე ისე ბევრი რამე მახსოვს ისე ნაყურო ისე რა ნამოსით ბიჭო მე მიყვირს ახლა просто მაგ ფსიქოლოგიის ადამიანებია მაგ მენტალობის მაგ ღირსების მატარებელი ხალხია აი დააკვირდით და ნახავთ უღირსების რაღაცა ის არის ნუ აი ამიტომ ვერ აწიეს თორე ფულიც აქვს და ამხელა სახელმწიფოების ასე ვთქვათ უკან უდგანან და ეხმარებიან მაგრამ ვერ აწიეს ამ ქვეყანაში იმიტომ რომ მაგათთან დგომას ფულიც რომ მოგცენა რა სირცხვილია და ვერ ბომბებიც კი არ მიყვებიან შეიძლება ჯიბეს ხელი ქონდეთ მაგრამ სულიერად გამოფიტულები იყვნენ და აი ამიტომ იმდენად ბინძური ტიპები არიან რომ მაგათ გვერდზე დადგომა აი რაღაც ეხლა იმ დროს ჩვენ ყველა ვიხილეთ და მარტო მე და თქვენ კი არა თელმა საქართველოს მიხილა ელისაშვილმა და ხაზარაძემ ამ გათახსირებული ერთმანეთს აყარეს ხო ერთმანეთს რა ვიცი მე არ ვიცი ეხლა ასეთი ადამიანები აი მე ამომრჩეველს ვეუბნები კაცო ამომრჩეველს ვეუბნები ვინც ეხლა ხმამიცობ მაგათ თუნდაც აემათ აგერ ახლა რაც ეგრე ჩვენ კადრები განახეთ ხო ბიჭო თქვენ კიდევ მაგათი გჯერავთ და მაგათი გწამთ რა კიდევ მაგათ გინდათ აი ესე დაუჯეროთ და მაგათ დაუგრათ ტაში და მაგათ ტაშის დაკრულზე ირბინოთ კიდევ ასე მაშინ თქვენს მაგნარი ავტყოფები ყოფილხართ
ჩვენ ქვეყანაში თუ საბოლოო ჯამში ადამიანები არ მიხვდნენ რომ ეს ხმის მიცემა და ეს 200 ლარი თუ 400 ლარი თუ ის ჩემი ბიძაშვილია და რაღაცას შემპირდა და ის ჩემი ძმაკაცის ვიღაცაა და რაღაცა ეგ თუ არ დავამთავრეთ საბოლოო ჯამში ხო უკვე მიგვიყვანეს ამათმა რა და დაგვაყენეს უბსკრულის პირას ქვეყანა ერთი პატარა ოდნავ ერთი პატარა გადაცულ აი დამთავრების საკითხია დანის პირზე დავდივართ დანის პირზე დავდივართ იმდენად მოწყვლადი გახდა ეს ჩვენი ქართული პოლიტიკური ველი ასე ვთქვათ სად რა შეიძლება რომ აგიფეთ ქონდა სად რა უბედურება დაატრიალონ არავინ არ იცის ამიტომ ჩვენ მე ვფიქრობ რომ ბოლო-ბოლო ამ საზოგადოებამ ხალხმა უნდა მიხვდეს რომ როცა მიდიხარ იქ და ირჩევ 4 წლით არჩეულმა ადამიანმა შეიძლება ისეთ უბედურებაში შეგაყოფინოს თავი რომ მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება და შენი შვილები და შვილიშვილებმა ვეღარ გამოასწორო თუნდაც აი მარტივად ფაქტი სახელზეა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაიდენმა აგერ 4 წელი ლამის კი მადაღუპა მსოფლიო კაცო დაღუპა რა რომ მესამე მსოფლიო მომენტი კი მომიყვანა ხო ამერიკა იმიტომ რომ ეს ვებერთელა ქვეყანა ვებერთელა აი ერთმა დიდმა შეცდომა ხო რა გააკეთა უკრაინა გაანადგურა აგერ არა მაგი არჩეული არ იყო ფაქტობრივად წაართეს გინდა არ გინდა ახლა გვია მაინც ხო ისინი უზახიან არჩეულს მაგრამ ისინი თავიანთ გაყალბებულს არ უზახიან არ უძახიან ხო კი თავიანთი თურმე აი ახლა სადაც მართლა ერჩევს ხალხი ხელისუფლებას და მათთვის მიუღებელია ის ყოფილა გაყალბებული არც ტრამპს არ მოუშვებდნენ ახლა უბრალოდ იქ უკვე ასე ვთქვათ ისე დადგა იმდენად მოაძულეს თავი ამ LGBT ვიღაცა აქტივისტებმა სხვათა შორის აქაც მთავრობიდან დაწყებული ყველა მაგ LGBT აქტივისტი გახდა ბაიდენის დროს მე უცებ ახლა შემოტრიალდნენ ახლა ეს ქართული ოცნებაც, იმიტომ რომ ქართული ოცნება მეგეთქვა გააკეთა. მე მეგეთქვი. კონსერვატორი მოდის პირდაპირ თქვა, სიმართლე თქვა და ეს სიმართლე ყოველთვის დავაღიაროთ. და შენს კარგად იცი, მეც კარგად ვიცი, ხო? კონსერვატულმა მოძრაობამ საკმაოდ სერიოზული რესურსი, აი იდეა, რომელი იდეაც დაიკავა ხელში კონსერვატულმა მოძრაობამ, ოჯახური სიწმინდეები, ეკლესია, ერი, ბერი, ქვეყნის ისტორია, ტრადიციების, აი ფასეულებებზე ბრძოლა რომ დაიწყო, საკმაოდ სერიოზული ზალა გამოვიდა ქუჩაში. ხო გამოვიდა? ხო კი თქვა დაინახეს ქართულმა ოცნებამ ეს ყველაფერი გაიგე რომ აქ უკვე თანას ეხა აი ეს გიჟების არ არის კაცო იქაც ზიან ადამიანები და მithumetes ის ბიჯინა ივანიშვილი ეგე ადვილი ის არ არის ხელწამოსაგრავი ადამიანი რომელიც თელ ისეთ რაღაც გროსმეისტერული მგეს გააკეთებს სლებს აკეთებს რომ გაუცებული ვართ ხო დაინახეს ეს ყველაფერი და ადგენეს იდეა აახიეს ამათ ყველას აიგე კი აახეს მაგრამ ნუ არა შეხედა ხდება თავიანთი არ არის ხო ვიცი მაგრამ ნახე რა გუში რო რაღაცა ხო რამას გასაგებია მაგრამ ნახე რა ხდება ახლა ავიღოთ ახლა ის ადამიანები რომელმა კონსერვატორულად მოაზროვნე ადამიანებმა რომელმაც ხმა რო უნდა მიეცათ კონსერვატორებისთვის ხმა მიცეს მე ქართულ ოცნებას ხო ეს ფაქტი არის ეს ძალიან ბევრი ვიცი მე და რატომ მოხდა ახლა ნახე აი უკვე ის რასაც კონსერვატორები ზეხვდნენ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას ხო ეს წაიღო ქართულმა ოცნებამ ეს აგენტურასთან დაკავშირებით წაიღო ქართულმა ოცნებამ ოჯახური ტრადიციები წაიღო ქართულმა ოცნებამ ხო ეს ყველაფერი აცებს დავსჯიო ეგეც კი წაიღო ხო ქართულმა ოცნებამ აი სამართლიანობას აღვადგენა ასე გავაკეთე და ეს წაიღო ქართულმა ოცნებამ ხო ნახე სულ ყველაფერი რაც კონსერვატული მოძრაობას ქონდა ხო ამიტომ ახლა იმ ადამიანმა იფიქრა მომრჩეველმა ესენი სანამ ფეხს მოიკიდებენ და სანამ უმრავლესობით მოვლენ ხელისუფლებაში შეიძლება მანამდე ჩვენ ამგვარად დედაგვიტირონ აი ამ ლიბერალებმა და ემენოდა მოდი ესენი არიან ხელისუფლებაში ეგეთ ამათ უფრო მეტი ბერკეტები უჭირავს ხო ამათ უფრო მეტი ბერკეტები უჭირავს ხელშიო ამათ წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და ამიტომ იყო თორა კონსერვატული მოძრაობა შევიდოდა ერთი 20-25 კაცი რომ სუფთად ესე იგი ხელი რო არ შეეშალა და აიქით რაღაც არ აიქით რაღაც არ შეეტენათ რაღაცეებისთვის და რაღაცეებისთვის ხო ხო და პარტია არ გაეუქმებიათ გაიგე ყველაფერი იკეთეს ხო ნუ ყველაფერი გაუკეთეს იმისათვის რომ შევიდოდა
20-25 კაცი პარლამენტში მაშინ დაწუნებული ვარ. იმიტომ რომ მე ვხედავდი, მე ანალიზს ვაკეთებ, კაცო, სპეციალისტი ვარ, ანალიტიკოსი ვარ. მე თქო სამხედრო აკადემიაში ვისწავლე, მე ანალიტიკური მიმართულებას ვისწავლე. ვხედავდი იმ რესურსს, მე უყურებდი, კაი, ერთღელა რუსთაველზე. ხალხში ვხედავდი, მაგ რესურსს. რუსთაველზე იქ ლისისპაზე რა იყო რა, მთელი ჯარით რა, მთელი ნახევარი საქართველოს იქ ავედით, კაცო, ხო? ამას ვხედავდი, კაი, და მე აქედან გამომდინარე ვაკეთებდი ანალიზს, კაი, და აქედან გამომდინარე მე ვიცოდი რომ ამდენი უნდა შესულიყო პარლამენტში, მაგრამ აი გაუკეთეს ეს ფოკუსი ჩაუტარეს, მაგრამ დიდი შეცდომა იყო. აი, რატო იყო? ეხლა რაც აი ეს არ მოხდებოდა, ეხლა რაც არის, ესენი რომ 25 კაცი შესულიყო პარლამენტში, დღეს რა ტრიალებს არ მოხდებოდა ეს ამ ქვეყანაში. არაფერი არ იქნებოდა, კი ბატონო. ამიტომ ქართულმა უცემამ აწი მაინც უნდა ცოტა რაღაცნაირად გამოასწოროს ეს შეცდომები რომ ნუ შეუშლიან ხელს ამბიჭებს, გაიგე? არის ეხლა ადგილობრივი არჩევნები რომ მოახლოვდება, ხო, ოქტომბერში, ხო? აცავ, არ უნდა შეუშალონ ხელი. ისლამ ბატონო. რას თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ადგილობრივ არჩევნებში გააქტიურდებიან, მე მგონი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ელოდება კაც ამბიჭებს. ადგილობრივი არჩევნებს მე მგონი სხვა რაღაცებსაც მიაყოლებენ, იმიტომ რომ არ ამგონია რომ აი მე ესე უყურებ ამ სიტუაციას, დღევანდელ სიტუაციას, რომ ქართული ოცნება არ არის გამარჯვებული, იმიტომ რომ ტრამპი რომ მოვიდა, მაგითი ქართულმა ოცნებამ ვერ გაიმარჯვა, იმიტომ რომ ტრამპი აუცილებლად მოსთხოვს მხარეს. მხარეს მოსთხოვს. როგორც კი ქართული ოცნება მხარე გახდება, რასაც თვითონ იძახის და კონსტიტუციაში ჩაგიწერა, ეგრევე გადაკიდებული ყავს ჩვენი ყველა სამეზობლო, ყველა მეზობლო. კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ესე დამშვიდებულად მე მაგალითად გაუჭირდება, გეთანხმებით, კი. ეს არის და ტრამპი მოვიდა და ჩვენ გვეშველებო, ეგეც არ არის. არ არის, პირიქით. ეგეც არ არის. იმას თავი პრეტენზიები აქვს საქართველოს ამიოთება. ჯერ არ მოსულა ეს ტრამპი, ჯერ არ მოსულა და უკვე მიედო ის გრენლანდია, კანადა, ისაო, ესა. სახელები გადაარქვა, იმას სრუტეებს სახელები. ის დალაგებული. მექსიკის სრუტეებს, ამერიკის სრუტე დაათქვა და რა ვიცი. ნუ ეხა ეს გრენლანდიას იერთებს, გაიგე? რაღაცა სულელური ის რომ აი ტრამპი მოვა და ჩვენიანი არა გაცვა, არა. პირიქით ამერიკას აქვს თავისი ინტერესები გაწერილი კელო. ამერიკას აქვს თავისი ინტერესები რუსეთთან. რუსეთთან. ამიტომ რუსეთთან მიმართებაში მან თავისი ინტერესები გაიმყაროს, არის მეზობელი ქვეყნების საკონტროლო, ხო? საქართველოს, უკრაინა, ბელორუსია და ასე შემდგომ, ყაზახისტანი მთლიანობაში. მის ირგვლივ. მე ვიტყოდი რომ საქართველოსთან მარტო რუსეთთან კი არა. არა, ეს აკეთებს ირანი და თელი, აბარა. კი. აკონტროლებს და ეხლა ალიევმაც განაცხადა და ჩვენს საერთოდ ისტორიულადაც ეგრეა და რუკასაც თუ დავხედავ ჩვენ ადგილმდებარეობას ეგრეა ჩვენ წვეთ კი ბატონო მოუთ ესენი რას აკეთებენ ვერ მივხვდი მაგრამ ცენტრალური ქვეყანა არის მაინც საქართველო ამიტომ აქ როგორც იქნება სიტუაცია თუ ამყრალეს სიტუაცია ამყრალდება ყველგან ჩვენს გარშემო და ყველა მოინდომებს თავისი რაღაცა ინტერესების დაცვას და ჩვენ გარშემო არ აყავს მარტივი ქვეყნები რუსეთი, ჩინისა, თურქეთი მით უმეტეს ახლა უყურე გუშინ უსმენდი რომ თურმე ეს ხუსიტები რომ ბომბავენ და წითელ ზღვაში ვერ შედიან ეს გემები ამ გემების ესე წრეზე წამოსვლა თითო გემს უჯდება $1.5 ანუ უკვე კიდე $1.5 გაუძვიდა და აქედან 12 დღეში ჩადიან. აგერ ახლოსია გასა. ხო და ეს გაძვირება ამ ყველაფრის გაძვირება ჩინეთის ფაქტორი ამერიკელებს აწყობთ, იმიტომ რომ ამერიკელებს შეუძლიათ გაყიდონ. ეს 12 დღეში რომ ჩავიდეს ამერიკელი, იქ ვერ ჭიქასაც ვერ გაყიდი, ვერაფერს ვერ გაყიდეს. ამიტომ ძალიან რთული ისაა. ამიტომ მოსთხოვს მხარეთ ყოფნას მეთქი. ტრამპის გამარჯვება არ არის ბიზნესმენია პირველ რიგში მაგას მიხედავს. ხო, კი, თქვენ ახლა ალიევს შეეხეთ და აზერბაიჯანს შეეხეთ და ახლა ის კაცი როგორც ლუკაშენკო არის თავის ხალხის პატრონი და თავის ქვეყნის პატრონი ის არის ის კაცი თავის ქვეყნის და თავის ხალხის პატრონი მithumetes ფაქტის სახელზე ტერიტორიები დაებრუნა ხო გამოჩნდა რა ხო ტერიტორიები დაებრუნა ამის გარდა საქართველოს მკვდარი ტერიტორიები დაებრუნა ამის გარდა ახლა ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის ხო ხალხი კარგად ცხოვრობს და ძალიან ესე იგი დაცული აქვს თავისი მოსახლეობა ამავდროულად ბალანსი აქვს
ყველა მეზობელ ქვეყნებთან, გაიგე? აბსოლუტურად. და ეხლა ჩვენ ეს კი ვიცით, მაგრამ მე მინდა რომ მაყურებელმაც მოусმინოს ამ კაცს, როგორი ესე იგი ზუსტად აი წერტილებში ურტყამს რა, იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელი განცხადებებსაც ის აკეთებს ამ ინტერვიუში და ვთხოვთ მოაჩვენოთ კადრი, რომ სამურს ალიევი და როგორ ესე იგი ანალიზს აკეთებს ის საქართველოს მიმართებაში. Как бы вы оценили то, что сейчас происходит в Грузии? В Грузии вижу, что ситуация стабилизируется, и мы этому рады. Грузия для нас важнейший партнер и близкий друг. На протяжении многих веков наши народы живут в мире и в согласии, поэтому дестабилизация или угроза дестабилизации Грузии, насколько это вредно для Грузии, настолько же и для Азербайджана. Поэтому мы со своей стороны стремимся к тому и делаем все для того, чтобы в Грузии ситуация была в политическом русле, стабильная, и Грузия успешно развивалась. Ну и опять же, как бы возвращаясь к внешнему влиянию, ведь выяснилось, что в Грузии функционируют тысячи неправительственных организаций, которые получают финансирование с Запада. И людей, которые в этих организациях работают, либо получают зарплату, наверное, десятки тысяч, если не больше. И мы знаем, что это такое, потому что был период здесь, в нашей стране, когда также грантоеды и грантодатели чувствовали себя вольготно. Но мы это прекратили. И поэтому любой грант, который выдает любая структура, будь то азербайджанская или иностранная, должен пройти регистрацию. И соответствующие органы смотрят, разрешать или не разрешать. Соответствует ли это национальным интересам Азербайджана? Естественно. И во-вторых, помощь должна быть ненавязчивая, потому что администрация Байдена чем останется в истории? В том числе, ну, многим чем, но в том числе это навязчивостью. А мы хотим вам помочь. А мы говорим, спасибо, не надо. Нет, а мы хотим. Вот у них есть такая структура USAID, да, USAID, которая хочет помогать. Но почему-то помогать не там, где нам нужно. Она запрещена в России. Но у нас пока не запрещена. Ну, я думаю, Трамп ее может запретить. В России мы ее сами запретили. Вы запретили, да. Ну, правильно сделали. Я говорю, что сейчас, я думаю, может быть, она вообще сойдет с политики. Вот они вот навязчиво хотят помогать. Но мы же все-таки, как говорится, взрослые люди, понимаем все. Поэтому мы это все упорядочили здесь. Например, азербайджанская медиа не может финансироваться зарубежным источником даже на 1%. Не может. Ну а зачем? Мы же не финансируем медиа в США, правильно? Ну а зачем мы финансировать наши медиа? И так они через свои подручные ресурсы типа «Голос Америки» и «Радио Свобода» день и ночь льют грязь на наш народ, на нашу страну и наводят тень на нашу победу с Арменией. Поэтому вот мне кажется, что определенное время было упущено в Грузии, упорядочение этого. Ну а когда это было сделано, ну уже, как говорится, поезд немножко ушел. Но хорошо, что сейчас ситуация уже идет в сторону стабильности. Ну и опять, вот видите, опять уши Макрона торчат. Но вот не сидится человек в своей стране. Ему обязательно надо и в Грузию залезть. И ну что мы видели вот на этой церемонии, в этом соборе Парижской Богоматери. Папа Франциск-то церемонию проигнорировал. Да. Он не простил Макрону этого позора олимпийского. Конечно. Да. И правильно сделал. Он поехал на Корсику. Как бы, чтобы побольней где-то так ущипнуть за одно место. Так что, возвращаясь к вопросу по Грузии, он намного более шире, чем кажется. И думаю, поэтому-то и вот те обычно, кого вперед пускают, для того, чтобы они, как бы, я имею в виду страны, артикулировали санкции и так далее. Вот все поэтому, потому что это, если можно так сказать,
по аналогии, это битва за Кавказ. Армения, ну, понятно, куда она идет. Она по существу из ОДКБ де-факто вышла. Но по нашим данным, проверенным, единственная причина, по которой они не выходят де-юре, потому что они еще не получили отмашки из Госдепа. Вот как только получат, они выйдут. То есть, значит, Азербайджан самостоятельный игрок и достаточно квалифицированный и умеющий за себя постоять. Поэтому Грузия – это важный фактор битвы за Кавказ. Каким он будет? Он будет традиционным, основанным на наших кавказских ценностях. Кстати, про Борреля сказали, я обделил его вниманием, хочу напоследок ему еще послать пару сигналов, хотя я говорил об этом во время моего выступления, одного из выступлений на КОПе. Цитировал даже я Борреля, что он же сказал, что Европа – это цветущий сад, а все остальное – джунгли. Вот, а я сказал, что если мы джунгли, держитесь от нас подальше. Но вообще, что касается Борреля, я думаю, что если бы он жил бы там на несколько десятилетий раньше, он был бы хорошим министром иностранных дел диктатора Франко. Вот так. Ему просто не повезло жить в другое время. Აი ბატონო რამაზ, კიდევ განმეორდებით, როგორ შეაფასა მან ჩვენი რეგიონი, თვითონ საქართველო და როგორ ესე იგი საქართველოს ეს ამბობს ეს მართალიც არის, ხო? საქართველოს დანგრევით მას უნდა კავკასიური და ანგრიონა ტრადიციები. აქ აურევენ და სულ ყველაფერი ირება. ყველაფერი ირება აბსოლუტურად. ჩვენ კიდე იმიტომ ვიძახი, რომ ჩვენ მარტო ცენტრალური ქვეყანა გეოგრაფიულად კი არა ვართ. ჩვენ ამინს გვქონით აქ. პოლიტიკურად, ეკონომიურად, სამხედრო თვალსაზრისით, ეს სტრატეგიული ტერიტორია გვაქვს. მეტად უძახიან შუადერეფანს, იმიტომ უძახიან შუადერეფანს, აქ არის მიბმულია ევროპა, აზია, ჩრდილოეთი, სამხრეთი, ეს გზაჯვარედინი არის რა. გზაჯვარედინია. ეგ არის რა და ამიტომ ახლა ნახეთ ახლა ირანი რა, ირანი ნაკლები ინტერესები აქვს ირანს საქართველოში. ირანი არ არის. ოდითგანვე ქონდა და ოდითგანვე ქონდა და ოდითგანვე ყოველთვის იყო შემოსევები და იმისთვის რომ თავისი ინტერესები და გამომდეთ თუ რა სხვა რა ჭირდებოდა რა ჭირდებოდა საქართველოს ტერიტორია მას ხო? ხო. იგივე არის ახლა რუსეთსაც ინტერესები აქვს, თურქეთსაც ინტერესები აქვს, ხო? აზერბაიჯანსაც ინტერესები აქვს, სასუნხეთსაც ინტერესები აქვს, ევროპასაც ინტერესები აქვს, ხო? აი წყალქვეშა ელექტროკაბელი რო გავიდა, ხო? ეს და მით უმეტეს ახლა ანაკლიის სპორტი რო შენდება, პირდაპირ მიბულია ევროპაზეთ. კი ბატონო. ეს და ინტერესები აქვს ყველა სერიოზულად ევროპისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობა. პირდაპირ აი არტერია, სასიცოცხლო არტერია არის. ამიტომ აქ როგორ იცი აქაც ძალიან ბრძნული ის გინდა რა. აი მეორე დავით აღმაშენებელი გინდა შენ ქვეყანაში რო შენ არა ეს რაც არ უნდა დავით აღმაშენებელი იყოს, პირველ რიგში უნდა მოიშორო, უნდა წაასხიფო თავები, ასე ვთქვათ. ეს მართალ კი ბატონო, ეს უნდა ჯერ შიდა წმენდა უნდა. სპიონებს უნდა ეგრევე წაასხიფო თავები. შიდა წმენდა უნდა მოხდეს მთლიანობაში. შენ გინდა დიქტატორი გენერალური წმენდა. გინდა დიქტატორი გიძახონ და გინდა ერთპიროვნული მმართველი გიძახონ და გინდა ეს გიძახონ, შენ უნდა გააკეთო ეს და დაანახო ხალხს, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, იმ ადამიანებს, რომელი ადამიანების შეწუხებულია მარაზმიდან და სასინელებიდან. საქართველოს მოსახლეობას კი არა. ევროპელებსაც უნდა დაანახო, აგერ ჩვენ მეზობლებს, ჩეჩენებსაც, დაღესტნელებსაც, აზერბაიჯანელებსაც, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ასე ვთქვათ, ამით მანდატს ვქმნიდით რა, რომ ჩვენი ღირსებით ვიყავით და ჩვენი ტრადიციებით, იმიტომ რომ მთელი ეს ჩვენ კავკასიას ცენტრი ვართ აქ რა. კიდე ვიტყვი რომ ერთი ქუჩა გვაქვს, ერთი ქუჩა. კი, მართალია. ერთი ქუჩა გვაქვს და დავამთავროთ მაგაზე ლაპარაკი, მთელი არასამთავრობოები, რაც აქ მოღვაწეობენ, აი ერთ წინადადებაში შეგიძლია გააჩერო თავიდან ბოლომდე. ერთი ქუჩა გვაქვს, რო ჩაივლი ამ ლესელიძის ქუჩიდან, ხო? იწყება აქ ის კათოლიკური ეკლესია, პროტესტანტული აქ ის სომხური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა, ჩვენი ყველა აი ესა მთლიანობაში. ერთი ქუჩა გვაქვს. და ყველა თან ეხლა ხო არ არის 5 წლის ქუჩა, ხო? საუკუნეებია, ხალხი ცხოვრობს მან.
როგორ ცხოვრობს? არავის არ ქონია პრობლემა ერთმანეთში. დაღესტნელები ცხოვრობენ, არაბები ცხოვრობენ, ვინც გინდა? აზერბაიჯანელები, სომხები ცხოვრობენ, ებრაელები, სომხები, ყველა ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ. რუსები. ოღონდ მაგ ქუჩაზე მოქმედებს ჩვენი ტრადიციები, ქართული ჩვენი ასე ვთქვათ, ოჯახური ტრადიციები, ჩვენი ღირსებითი, ასე ვთქვათ, მომენტი, რომელიც ყველას მოეწონა. და საუკუნეები ცხოვრობენ აქ და ყველა ცხოვრობს ჩვენი ტრადიციებით, იმიტომ რომ ჩვენ არავის არაფერს არ ვალდებულებთ რა, ილოცე კაცო სადაც გინდა, მაგრამ აქ მაკაცობა უნდა იცოდე, ის უნდა იცოდე რაღაც, რაც ჩვენია, ჩვენი ქართული. იმიტომ ვართ ჩვენ საქართველოს გარშემო იქ აზერბაიჯანელისთვისაც, იმისთვისაც, სომხები ცოტა კი იმას გვიშვებიან, მაგრამ სომხებისთვისაც და ყველასთვის. თბილისის სომხები მაინც სხვა ისანი არის. ჩვენი ახლა ნახეთ, ბიჭო, თბილისი ამით იყო ყოველთვის ცნობილი, გაიგე და საქართველოს ამით იყო. თბილისური ეზუები ეს, იტალიური ეზუები. საბჭოთა კავშირის დროს, როგორ ყველა ცხოვრობდა. ერთ რაღაც თეფშიც გამოქონდა თევზის, მეორეს ყველი გამოქონდა, მესამეს პური გამოქონდა, მეოთხეს ღვინო გამოქონდა, წვანდილი და იმ იტალიური ეზოში ყველა ერის წარმომადგენლებოდა სუფრასთან, გაიგე და ქართული ტრადიციის მიდოდა ეს სუფრა. აუცილებლად ქართული ტრადიცია, ქართული სადღეგრძელოება ყველაფერი იყო ჩვენ. ასე რომ ჩვენ ვერ გვასწავლი ამ რაღაცა იმას და შენი რაღაცა ეს LGBT დღის წესრიგი აქ ვერ იმუშავებს. გამორიცხულია საუკუნეების მანძილზე დაბეტონებულია ეს თემა. აქ ესე ვერ გააკეთებ რა, ეს ვიღაცა დოი და მოი აქ. დოი და მოი. საყურებიანი რეჟისორები და ესენ რომ არიან, გაიგე? გამოდიან. სტავრობის სახლი წინ და არიქეთ და ჩვენო საქართველოს ელიტა კი არა ხარ. ბომჟები ხართ და პიდარასტები ხართ. თქვენი დედავატირე, მე რა ელიტა. ღმერთმა დაიფარო საქართველოს მაგნარი ელიტისაგან, რომ საყურებიან და კიკინებიან ბიჭებმა ერბინონ თელეცხოვება რაღაცა ქვია ქვეყნის იმაში, რა ქვია, მასშტაბში და იზახონ რომ ჩვენო ტრადიციები გვაქვს და ქართველები ვართ. არა, არ იქნება ეს არასდროს. ვერასდროს ვერ იქნება ეს და ვერ მოესწრებით მაგ დღეს რომ თქვენმა, ესე იგი, რომ მეტყვი ტრადიციებმა იბატონოს ამ ქვეყანაში. გამორიცხული არის ეს. თქვენ ახართ ავამტყოფები და ავამტყოფური ტრადიციები ცხოვრობთ და ეგ ავამტყოფობა მალე ძალიან მალე იქნება იზოლირებული და როგორც აი შავი ჭირის იმაშობდნენ, იზოლაციას უკეთებდნენ და არაკარებდნენ სხვა ჯანმრთელადანებს, ისე იქნება მაგედეს. ხო და ახლა მეტი ეგეც ჩვენმა სტალინმა აბა რა, ბიჭო, გააკეთა მუხლის სპეციალური ეგრევე უშობდა იქ. აგერ კაცო ახლა ეს ავამტყოფი ქალი არ ჩერდება კიდე ეს ფუფალა მოწანწალე. ეს ავამტყოფი ქალი პრეზიდენტი ვარო კიდე ეს აი მართლა გეუბნებით. ახლა ხო დარწმუნდნენ ამათი ამორჩევლები იმაში რომ ეს მართლა ავამტყოფი არის. არა უყურე რა. პრეზიდენტი ვარო იძახის კაცო. გასაგებია, მაგრამ მე თავიდან გაბრაზებული ვიყავი და ეხა აღარა ვარ გაბრაზებული პირიქით, აი უყურე. ერთობი არა? ვერთო, უყურე პოლიტიკაში აკეთებს ფულს, იცის ფულის კეთება. მაგრად. ეხა უკვე რომ გამოელიეს მთელი სიტუაცია, ბიზნეს გაწეწილი ყავს ის ყველა გაწეწილი. ყველა გაწეწილი. მიშას გაწეწილი ყავს. მიშას გაწეწილი, ბურჯანაძეც გაწეწილი, სულ ყველა გაწეცა აქ რა. ეხლა გამობული ყავს ეს ხაზარაძე, მაზარაძე, გოიმები და მაგეჟერაშვილის წეცა. ხო და მაგის წეწავს ეხლა, მაგის ფულებით დარბის იქით აქეთ და გამოიმუშავებს. მაგრამ ახი ეხლა ჯერ ხო ჩავიდა აქ ჩაიყვანა იქ ეს ხაზარაძე ამერიკაში. ქუდით გარეთ დასა. მე მეგონა ხაზარაძე ეხლა ხო შტავინახე კაცო. მე მეგონა თუ სადღაც მაგრად უსრული. ლილოს ბაზრობაზე თუ იდგა სადღაც. ხო ისეთი რაღაცა, ისეთი სურათი დავიდო. მე ვთქვი 100%-ია ლილოს ბაზრობაზე რაღაცა როგორ აგოიბებს წარმოდგენილი. მაგრამ ნახე ახლა ეს აგოიბებს. ეს ავამტყოფი ქალი რას აკეთებს და რა განცხადებებს აკეთებს და ახლა რა შეთავაზა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ახლა თვითონ გულის მოგება უნდა და რაღაცა კიდე უნდა გააგზავნოს თავის ფიგურა უნდა გახდეს. ხო, ფიგურა გახდეს. ხო, ჯერ ხო იყო და რაღაცა კუთხეში იჯდა. და ანც ისა რა ქვია, თითქოს და იმაზე პირველი კატეგორიის დარბაზში იჯდაო. პირველი კატეგორიის დარბაზში კი არის და იყო მეორე კატეგორიის დარბაზში. პირველი კატეგორიის დარბაზში ეკრანით უყურებდა ყველაფერს, გაიგე. მაგრამ მაინც ხო ისელფავა აი, გაიგე. $50,000 ხო გადაიხადა ბილეთში და ესა მოწვევა მომივიდაო, გაიგე. ეს ფრანგი აფერისტი ეს ქართველი არ არის მაგი. ეხლა ინტერვიუში მიცა, იმ ინტერვიუ ქონდა ტელევიზიაში იმაში, რა ქვია, საფრანგეთში მე მგონი და ტრამპს შეთავაზა რა, ტრამპს უთხრა საქართველოს გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ როგორც პოლიგონად ისევ. გაიგე? ესე იგი, ანუ ეს კიდევ დღის წესრიგში აქვს, ეს მეორე ფრონტის გახსნა, კიდევ ომის დაწყება უნდა და კიდევ ქვეყნის ეს
შენ ფუფალა, შენ მოწანწალე და შენ მართლა ზუკნა, გაიგე, შენ დაახვევ და გაიქცევი აქედან საფრანგეთში, გაიგე, კარგი საქარი გაქვს, იქ და თელი ისენი გაქვს, ქონებები იქა გაქვს, გაიგე და ამხელა უზარმაზარი პენსია გაქვს, გაიგე და უზრუნველყოფილი ხარ ყველაფრით და აქ ჩვენ რა ვქნათ? აქ ქართველმა ხალხმა რა ქნას? საქართველოს იმ ბავშვებმა რა ქნან იმ სასოდავად რომ დღეს ასე იმ დღეში ყავს, გაი იმათმა რა ქნან, გაიგე, იმ რეგიონებში, იმ სოფლებში რა ქნან ადამიანებმა, იმ გლეხებმა რა ქნან, ვახტ ბომბები რო ჩამოგწვიდება თავზე, რასაც ის ლომჯარია ნატრულობს, გაიგე, ბომბები წვიდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ რა ვქნათ და ჩვენ გონია მაგას ჩვენ გაპატიებთ და ანდა მაგის საშუალებას მოგცემთ. პირველი შენ გაგიდენი წინ იქ მე და აი რამაზე და ჩვენ არის ბიჭები, პირველი შენ და შენ არებს გავიდენ წინ და უკან მოყობი ჩვენ ავტომატით, გაიგე? და ნახოთ რა დღეს ჩავარდები. აი ეს ავადმყოფი ქალი რას თავაზობს ბიჭო ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს. ნუ ესენი შევთანხმდეთ რომ მტრები არიან. ეს მოღალატეები არ არიან. ესე პირდაპირ მტრები არიან. მოღალატე არის სიტყვაზე შენსკერო იყო და გიღალატ რა. აი გუბაზა მაგალითად. ოი შენ ახსენე ხა. სულ წამიხინა გადაცემას ამყარეს. მაგრამ ესენი იმ ძირშივე მტრები არიან. იმ თავიდანვე მტრები იყვნენ. ტრულად არის განწყობილი. ეს ფუფალავა საერთოდ ნუ ჩათვალე რომ ფულის საკეთებლად მოვიდა და თუ აი კიდე ნუ აი ესე ბიდლა რუსებს აქვს რა გოიმებივით აი ამ პოლიტიკურ ველზე ვინც ნახა ყველას ფული დააწერა ბიჭო და ეხლა ამე გვარამიასი არ იყოს თუ ყველას წეწავენ რა აი ხოდა ბიჭებს ტელევიზია ხა გაუქნა ბიჭო ესე იგი вообще ნორზე დასვას ტელევიზია იხურება უკვე ეს ტელევიზია იხურება ხო აბა რა სიზავს ნახე ახლა ამას ვერ გააძღობ მაგას როგორ გააძღობ ეხლა ხო წავიდნენ ესენი ევროკავშირში წავიდნენ ევროსაბჭოში წავიდნენ ეგ და ევროსაბჭოს ასამბლეის თომას ესტრებიან და ეს პირველ რიგში სპიონი ბავშვები გაიქცეს სპიონი ბავშვები ეს გათახსილებული ეს ჭინკები გაიგე ეს გათახსილებული ჭუჭუვაშაძე და ანარი ესე იგი რომ მეტყვი მტრები საქართველოს მტრები და ეგ ტელეტრილები მიწერესო საქართველოს აუკეთეთ ყველაფერი აბსოლუტურად დამიკეტოთ მე რას მაგლებენ ერთი გამაგებია არა მაგრამ ეხლა რა ხდება იცი ამათ ეგონათ რომ გაიგე რომ ახლა ამათ მე ვხედავდი სიტუაციას აკონტროლებდი რომ ამხრივ იცი რომ ვადენები თვალყურს მიმდინარე მოვლენებს იქ როგორ მოიქცეოდა დაუშვათ ოპოზიცია თუ რა ჯანდაბა ქვია ამას სექტანტები და ხელი ქართული ოსება ჯერჯერ ტრადიციულად როგორც ყოველთვის ამათვას დაახვედეს იქ თავიანთი ისენი რომ პროვოკატორები და ხან წულუკიას დაზებდნენ კუჩი ხან კაფეში შეძვენენ ხან იმაში რაც მარაზმი არის და ამოსა ვიღაცა გათახსილებულები ვითომ ემიგრანტები კი არიან მაგათი აქტივისტები არის მაგრამ წულუკიანის გამოსვლა არ შევაფასო ხო ასამბლეის თომაზე მე არ ვიცი ხა მე წულუკიანო მაგათიენა იცის ბიჭო როგორ ვაშკაცო აუთხრა პირდაპირ უთხრა იმათ რა ვინ შეაჩერა მოლაპარაკებებიო ვინ შეაჩერა მოლაპარაკებები საერთოდ იყო ამ საკითხზე მოლაპარაკებებიო დაიწყო იყო საერთოდ აი ეს ევროკავშირში გაწერინოს დაკავშირებით თქვენო საერთოდ გქონდათ ამაზე საუბარიო ხმა ვერავინ არ მომავიღო ეს არის თუ არა წულუკიანის მხრიდან და საერთოდ მარტო წულუკიანის გადაწყვეტილება არის ეს თუ ეს თლიანთელი გუნდური გადაწყვეტილება არის რომ ამ მიმართულებით უკვე ჩვენ ბოლომდე მივდივართ თუ სადღაც გნაღავჩერდეთ მე ვფიქრობ რომ უკვე ასე ვთქვათ იმხელა რას გონია ასე ვთქვათ სლენგზე რო ვთქვა აიღეს ამგემა რომ ამათი გაჩერება დაღუპვას ნიშნავს კი გეთანხმებით ამიტომ უკვე ამისი გაჩერება იცი როგორ არის ჯერ მარტო უკვე უკმაყოფილება ყავს თავისი ამორჩეველი რომ მე ვერ გავიგეხო შენ პირდი რომ ამგეს მოაშორებდი რა და ეს კიდე არიან ესე ეხლა თებერვალში იქნება კომისია ხო არა გავიგე მაგრამ ნუ დაიჭირე მოგვაშორო ესენი და დაიჭირო აუცილებლად მე ვერ მე ბოლო რაც ციხიდან გამოვედით ჩვენ იმის მერე ქართული ოცნება მე მაბულინგებს რა ყოველ დღე რო ჩავთავ ტელევიზორს თან თვითონ მითხრა რომ შენ ხარ ოლი პატიმარი კი ბატონო სახელით და გვარით ჩაგწერეს კანონში კი სახელით და გვარით გაეროს უშიშროების რაღაცა საბჭოში წარდგენილები ვართ როგორც პოლიტიკური პატიმრები დევნილები ისა რეპრესირებულები რა ვიცი სახელით და გვარით ვართ ევროსაბჭოს რაღაც იმგენში ყველგან ხო სახელით და გვარით კი ბატონო შენ რომ აი ამ ყველაფრთან სასამართლოს მოვიგერო თურმე ყველა დამჭირდა სახელმწიფო
ეხლა 12 წელია მაყურებინეთ კიდე. ამათ. სადაც არ უნდა გადავრთო. ესენი არიან ყველგან. ყველგან უყურებ ამ ვიღაცა ჭუჭუ ვაშაძეს და იმას რა ქვია სააკაშვილის რაღაცას გამოსვლას თუ. ესე იგი შენ მარტო მაბულინგებ კი არა, კლავ ნელა-ნელა რა, ხო? ვერ გავიგე რა, ამათ ხო ვეომ, ესენი ხო მოვიშორეთ ბოლო-ბოლო რა. რას მტენი ვერ გავიგე რა ამგეს. შენ გააკეთე გადავშალოთ ეს სურათი, გადავშალოთ ფურცელი, ეს რაღაცა რეჟიმი, საშინელი რეჟიმი უნდა გაესამართლებინათ პირველივე წელს და აი ამ რეჟიმის გასამართლებას უნდა მოყოლოდა მე დანარჩენი აი ეს მთელი პროცესი. ნახოთ ბატონო რამას. თან იცი როგორ უნდა გაესამართლებინათ. თვითონ კი არა, უნდა ჩამოეყვანათ უცხოელი აი ეს. კი ბატონო. და ეჩვენებინათ აი ეს კადრები რომ გაანადგურეს მართალი ბრძანდებით, გეთანხმებით თქვენ ალიევი თქვის არ იყოს მატარებელმა ჩაიარა, მაგრამ მე მგონი დაეწევიან ესენი მატარებელს და უნდა დაეწიონ აუცილებლად სხვა გზა არ აქვს ბატონებო, ქართულ ოცნებას ვეუბნები, უნდა დაეწიოთ იმ ჩამორჩენილი მატარებელს და ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ თქვენი ამომრჩევლის გული მოიგოთ, საქართველოს მოსახლეობის გული მოიგოთ იმ კონტინგენტის, რომელი კონტინგენტმა თქვენ ზურგი შეგაქციათ. ეს არის თქვენზე დამოკიდებული, თქვენზე დამოკიდებული არის და ძნელის აღარ არის უკვე, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ხედავთ, ახლა აგე ბატონმა რამაზიმას აღნიშნა უკვე თქვენ უკვე სერიოზულად დაიწყეთ უკვე მიმართულება აღებული გაქვთ და გადასული ხართ შეტევაზე. და თქვენ ახლა კონტ შეტევაზე გადმოსვლის საშუალება მოწინააღმდეგე მხარეს არ უნდა მიცეთ. ყველანაირად უნდა იმოვქმედოთ მარჯვენა ფლანგი, მარცხენა ფლანგი, პირდაპირი დარტყმები, საჰაერო დარტყმები, ყველა რესურსი უნდა ჩართოთ. ყველა აბსოლუტურად ესე იგი სახეობები უნდა გამოიყენოთ იმისათვის რომ თქვენ ბოლოს დადოთ შედეგი და დაასვოთ დროშა იქ სადაც საჭირო არის ხო და ამას თუ არ გააკეთებთ მართლა თვითგანადგურების ჩაერთება მე მექანიზმი და ძალიან ცუდად დაგინთარდება და ამიტომ ეს პროცესი დაიწყეთ მიიყვანეთ ბოლომდე ბატონო რამაზ დიდი მადლობა რომ მომძანეთ ჩვენთან სწორად საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და არა თუ მარტო ჩვენთვის არამედ ჩვენი მაყურებლებისთვის ძვირფასო ტელემაყურებლებო მადლობთ რომ გიყურებთ კარგად ვზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე